კალაძისა და ნინოების უბანია ეს სოფელ ნინოაკუთხეში და კალაძის უბანში დაგებული იყო შარშან კილომეტრი 100, დარჩენილი კილომეტრი 600 გაგრძელდა წელს. ეგრეთ წოდებული ნინოების უბანში ნაბაკების ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ნინოაკუთხეში ასფალტობეტონის საფარი დაიგო მიმდინარე სამუშაოების სამტრედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ, საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან შალვა არზუმანიანთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან მიხეილ ლეჟავასთან, ნაბაკებში თავის წარმომადგენელთან ოთარ წულეისკირთან და საკრებულოს წევრთან ვაჟა სტურუასთან ერთად დაათვალიერა. აღნიშნული მონაკვეთი არა მარტო შიდა სასოფლო მნიშვნელობის გზას წარმოადგენს, ის სამ სოფელს და დაბაკულაშ ერთმანეთთან და ქალაქთან აკავშირებს. სამ სოფელს აკავშირებს ეს გზა. ეს არის როგორც კულაშის, დაბაკულაშის, ასევე სოფელ ნინოაკუთხის, ხანირისა და გვაზაურის. ფაქტიურად 4 სოფელი გამოვიდა. სხვათა შორის კიდევ უნდა ვიცოდეთ ერთი რაღაც, რომ სოფელი გვაზაური არის ორ ნაწილად გაყოფილი. ერთი ნაწილი ეკუთვნის სოფელ სამტრედის რაიონს, მეორე ხონის მუნიციპალიტეტს. ასე რომ ძალიან დიდ საავტომობილო გზას წარმოადგენს. ნინოების უბანში მცხოვრებლები მიმდინარე სამუშაოებს თვალს დიდი სიხარულით ადევნებენ. ვინაიდან მათ ამ მონაკვეთზე ასფალტობეტონის გზა არასდროს უნახავთ. პროექტის განხორციელების გამო ხელისუფლების წარმომადგენლებთან უდიდესი კმაყოფილება და მადლიერება გამოხატეს. მე 70 წლის კაცი ვარ და ჯერ აქ ასფალტი არ მინახავს. და მე მადლობელი ვარ დღევანდელი პირობების, რომ ეს გაკეთა ყველაფერი შელამაზე, სოფლის, კუთხის და რაც ყველაფერს კარგია ეს. არის საშვილიშვილო საქმე გაკეთა ნამდვილად. მადლობას მოვახსენე ბატონ ვალერი ფოცხვერიას ასეთი კარგი საქმისათვის და მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქვეს ამ ხალხის წინაშე. აქ არასდროს ასფალტი არც მთავრობის ხელში არ ყოფილა და ეს მოახერხა მხოლოდ ქართულმა ოცნებამ. მადლობა ჩვენს რაიონის გამგეობას, დეპუტატს ბატონ გია მიქელაძეს და ადგილობრივ ხელისუფლებას და სულ ყველას დიდ მადლობას ვუხდით მოსახლეობა ასეთი კეთილი საქმისათვის. ნინოების უბანში კილომეტრ და 370 გრძივ მეტრზე ასფალტობეტონის საფარს შეპასე ინდიგო აგებს. სამუშაოებს რეგიონალური განვითარების ფონდი და ადგილობრივი თვითმმართველობა ერთობლივად აფინანსებს. სამტრედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დროებასთან ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდის პრიორიტეტი სამტრედიაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მომდევნო ეტაპზეც აქტუალურ თემად რჩება. აქედან გამომდინარე, სამუშაოების ეტაპობრივი გაგრძელება იგეგმება. ჩვენთვის გზები განსაკუთრებულად პრიორიტეტული არის. ახლა ძირითადად მოსახლეობის მოთხოვნა, რაც არის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს ის, რომ მათი მოთხოვნიდან გამომდინარე გზები ყველა სოფელში. და ჩვენ პირდებით მოსახლეობას, რომ აი ეტაპობრივად ჩვენ არ უნდა დავტოვოთ არც ერთი სოფელი, ქალაქის არც ერთი ქუჩა ყველგან უნდა დაიყოს გზა, მაგრამ ერთ დღეში სამწუხაროდ ვერ დაიგება. ეტაპობრივად ყველგან დაიგება, ეს ჩვენი პრიორიტეტი არის.